როცა არჩევნების გაყალბებაზე მიდგა საქმე და ვცდილობდი ამეხსნა ჩემი უცხოელი კოლეგებისთვის ამ შემთხვევაში ისტორიკოსებისთვის თუ რა მოხდა საქართველოში მათ მკითხეს რომ ვა გაყალბდა მაგრამ სასამართლოში მიდით და გაარკვიეთ და ვერ დავაჯერე ადამიანები რომ სასამართლო საქართველოში არის კორუმპირებული და ბიზნესმენშვილზე მიყიდული მათთვის რომლებიც და ეს ჩემი მეგობრები არ არიან ყველანი ევროპელები მოდი ვაღიაროთ რა ევროპის კონტინენტს არ წარმოადგენენ ექსკლუზიურად. ისინი არიან პირობითად ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც და რაღაც სამხრეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან და აზიური ქვეყნებიდანაც. მათთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება, რომ 21 საუკუნეში სასამართლო არ იყოს თავისუფალი. და ამის გააზრება არის ელემენტარული საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ კი გგონია, რომ სასამართლო მარტო არჩევნებზეა საჭირო და რაღაც დიდ დავებზე, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება და დაგაბრალებენ იმას, რომ პაპაშენს ნაჩუქარი და დაანტვარი მიწა შენი არ არისო, ვისთან უნდა გაარკვიო? პაპაშენს წამოყენებ საფლავიდან თუ სასამართლოში უნდა მიხვიდე. ეგ მარტივი მოცემულობაა, რომ წინაპრების დატოვებული მიწა რო გაიფორმო, თუ სადაო არის ეს, გჭირდება სასამართლო და ეს არ მუშაობს.